დღეს რა თქმა უნდა ვილაპარაკებთ ისეთ თემებზე, როგორიც არის ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, როგორ გადავავადოთ სიბერე, როგორ გავახალგაზრდავდეთ და ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ამაში დაგვეხმარება. ამიტომ დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კომპანია X-Aura Global, რომელიც 80 სოფლიოს 80-მდე ქვეყანაში ოპერირებს, მაგრამ სულ ეხლა შემოდის საქართველოს ბაზარზე და ჩემ გადაცემაში სტუმრად არიან ამ კომპანიის დამფუძნებლები ბატონი აიქუთი და ბატონი ჰამდი, ასევე საქართველოს ამ კომპანიის ქართველი წარმომადგენელი ბატონი შალვა ლეჟავა. გამარჯობათ, ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით ჩემთან გადაცემაში სტუმრად. მინდა გითხრათ, რომ პირდაპირ აეროპორტიდან მოვიდნენ, რაც ძალიან დასაფასებელია. და პირველი შეკითხვა, მოდით დავუსვათ ბატონ აიქუთს, რა არის კომპანია X-Aura Global და რა საწარმოებს? კომპანია მომხმარებელს თავაზობს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს, კოსმეტიკურ პროდუქტებსა და განსაკუთრებით საინტერესო ინოვაციას. ასორტიმენტში წარმოდგენილია ვიტამინების, ომეგას, მელატონინის, ძვალსახსროვანი სისტემის ქსოვილების აღდგენისა და სხვა მიმართულების პლასტირები, ასევე სახის ნიღბები, კოსმეტიკური და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ტრანსდერმული პლასტირების ასეთი ფართოარჩევანი საქართველოში პრაქტიკულად პირველად ხდება ხელმისაწვდომი. ესე იგი, როგორც მე გავიგე, ეს კომპანია აწარმოებს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს, საკვებ დანამატებს, ასევე კოსმეტიკურ პროდუქციას და ამ რაღაცას საოცარ ტრანსდერმა პლასტირებს. ეს მინდა ახლა ჩავშალოთ ეს თემა, ეს ტრანსდერმა პლასტირები, როგორ მოიხმარება, როგორ უნდა დავიკრათ და რა შედეგს იძლევა. ბატონ ჰამდის ტრანსდერმო პლასტირებზე რას გვეტყვის, რომელიც ნანოტექნოლოგიებით არის ნაწარმოები? Merhabalar, öncelikle benim ismim Hamdi Taşyürek. ნანოტექნოლოგია თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური მიმართულებაა. მარტივად რომ ვთქვათ, ის საშუალებას იძლევა აქტიური ინგრედიენტები დამუშავდეს ძალიან მცირე ნაწილაკების დონეზე, რაც ხელს უწყობს მათ ეფექტურ და მიზანმიმართულ მიწოდებას. სწორედ ეს ტექნოლოგია წარმოადგენს ჩვენი პროდუქციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას. როგორ უნდა მოვიხმაროთ ეს პლასტირები? მაგალითად, დღეში ერთხელ უნდა დავიკრათ თუ რა ფორმით მომხმარებელს რომ ავუხსნათ და მაყურებელს? სწორედ სიმარტივე წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას. პლასტირი მარტივად მაგრდება კანზე და მომხმარებელს შეუძლია ჩვეულებრივ გააგრძელოს მუშაობა, ვარჯიში ან ყოველდღიური საქმიანობა. ჩაგეკითხებით, რომ განვმარტოთ კარგად, სადაც დაზიანება გვაქვს სხეულზე, იქ ვიკრავთ ამ პლასტიკს. ძირითადი X-Aura-ს პროდუქცია არის ეს X-Pain-ი, რომელიც ძვალსახსროვანი სისტემის მხარდამჭერია. ძირითადად საუბარი ამაზე მიდის ახლა. 48 საათიანი გამოყენება, თვითონ ინსტრუქციაშიც უწერია. დაზიანებულ ადგილზე, მტკივნეულ ადგილზე დაიკრავთ და 48 საათის განმავლობაში აგრძელებთ თქვენს აქტიურ ცხოვრებას, არანაირი პრობლემა ვარჯიში, ძილი, სამსახური, არანაირი დისკომფორტს არ ქმნის, ესე რომ ვთქვათ. რაც შეეხება ახლა ამათ სხვადასხვა სახეობაა, მე რასაც ვხედავ და რა სახეობებია ეს? ესე იგი არის ძილის, მელატონინის პლასტირი, ესა X-Night, რომელიც არეგულირებს მელატონინის კონცენტრაციას ჩვენს ორგანიზმში, ჰორმონს, რომელიც არის სიამოვნების და ძილის და რეგულაციის მხარდამჭერი. არის ასევე დეკამინი, რა ვიცი თუ ჩანს ესეც, D-ვიტამინის და K-ვიტამინის კომპლექტი არის, რომელთაც ესე იგი, ფაქტიურად ეს ჩვენ გვიცვლის საკვებ დანამატებს, როგორც მე მივხვდი, ვაიმე რა მაგარია. და იმ დეფიციტის შევსება ხდება, რომელსაც ჩვენ დასაუბედუროთ დღევანდელ დღეს ვერ ვივსებთ თუ საკვებით და ასე შემდეგ. გასაგებია. ეს ვარდისფერი? ეს არის ქალბატონების მოხმარების, რომელიც ქალის ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს იწვევს, სადაც ხდება დისბალანსი, ესე გასაგებია, ალბათ მენოპაუზის შემდეგ, კი. მენოპაუზის შემდეგ
რა საოცარი პლასტირები ყოფილა. პატარა ასაკში, როდესაც ქალბატონის გოგონის აი მისი მხარდამჭერი არის მამაკაცების და არის კიდევ სხვა კანის, თმის, კოლაგენი, რასაც შეიცავს ორგანიზმი, მისი პლასტირებია, რომლითაც ხდება რეგენერირება აი დაზიანებული უბნების, ხტილოვანი. და ამას მნიშვნელობა აქვს თქვა, აი კოლაგენის პლასტირი მინდა მე აი სად დავიკრავ, აქვს მნიშვნელობა? აი მაგალითად მუხლის ახსაში თუ გაქვთ პრობლემა, ანუ განლევა ხდება ხტილოვანი ზედაპირის. დილობა თუ მჭირს მელატონინისა სად ვიკრავ? აი ეხლა გეტყვით ვიტამინების მოხმარება და მელატონინის მოხმარება ხდება სისხლძარღვებთან ახლოს, ძირითადად საძილესთან უფრო მოხერხებულია, მაგრამ ბავშვებში, აი ჰიპერაქტიურ ბავშვებში მოიხმარება X-night-ი, აი მშობლები რო ვერ აკავებენ ესე რომ ვთქვათ, ისეთი ბავშვებში არეგულირებს აი ამ მათ ქცევის ნორმებს, იქიდან გამომდინარე რომ მათ ორგანიზმში, ну ეს ალბათ კვლევასაც მშობელი ჩაატარებს მათ ორგანიზმში არის მელატონინის ნაკლებობა, ანუ არასწორი ძილისგან გამომდინარე მელატონინის დეფიციტი, რომლისგანაც ის ბავშვი რაღაცა თვითონ კი არ არის, ხო, ეს თავის დაუნებლიეთ, აი ამ ჰორმონის დეფიციტით და ნაკლებობით. აი ესე შეგვიძლია რომ აი აქ შეგვიძლია რომ დავიკლათ კი ბატონო. ეს პლასტირი, ეს საოცარი ჯადოსნური პლასტირი. და კიდევ რა პროდუქცია აქვს ეგეთ რო გითხრათ? კიდევ სურსათის დანამატი, ეს არის ყავები, რომელიც შეიცავს, ის არის ყავა, მაგას ცალკე გეტყვით კიდევ, რომელიც შეიცავს რეიშის სოკოს და რეიშის სოკოს. ეს რას ნიშნავს რო გითხრათ? ეს არის სასწაულმოქმედი სოკო არის, რომელიც ადამიანს აბედნიერებს და აჯანსაღებს ესე. უი, რას ამბობთ? ანუ იმ ყავას რო დავლებთ, ბედნიერები ვიქნებ. და თან წონის კორექციაზეც მოქმედებს. ეს რა მაინტერესებს? ეს ყავა პორციული ხსნადი ყავებია? როგორც ერთჯერადი ყავები, ძალიან სასიამოვნო. ესე იგი ხსნადი ყავებია პორციული. კარგი, კი ბატონო. და ის რა არის, რა მითხარით? ის არის herbal teas ესე ეძახიან. ჩაი. ოღონდ ჩაის სტრუქტურა არ აქვს. მაწონში ან რძის ნაწამში იხსნება. და ძალიან სასიამოვნო დასალევი საჭმელად ძალიან სასიამოვნოა და უამრავ საინტერესო ინგრედიენტ შეიცავს და აი ამ სახის ნიღბებზე უნდა ჩაგეკითხოთ ეს ჩვეულებრივი, ანუ ერთჯერადი ნიღბებია, ხო? ერთჯერადი ნიღბებია, მაგრამ გეტყვით, რომ თითო შეფუთვაში ისეთი შეფუთვა აქვს, რომ რამოდენიმეჯერ შეიძლება ამ ნიღბის მოხმარება. გელით არის გაჟღენთილი, ანუ 15 წუთი მოიხმარ, აწერია მოხმარება. მე უკან ჩადებ 15-20 წუთი და 4-5 მოხმარება შეიძლება. თითოში არის 4 წალი მოთავსებული. წორის კორექციაში გვეხმარება ეს ჩაიც და ეს ყავაც. კი ბატონო. კი ბატონო, ну არ ვიცი, შესანიშნავი საოცარი პროდუქციები მოგვიტანეთ. ეხლა მე მინდა მოდი ისევ თქვენ გკითხავთ. ეს ნანოტექნოლოგიები ხშირად ისმის ეს ტერმინი და აი რაშია ეს ნანოტექნოლოგიები გამოყენებული და მომხმარებელს რა უპირატესობას აძლევს? ორი სიტყვით გეტყვით, რომ ნანოტექნოლოგია არის უახლესი ტექნოლოგია, რომელზეც დაფუძნებულია დღესდღეობით უამრავი პროდუქციის შექმნა და ერთ-ერთი გამოყენებული აქვს. როგორც აღნიშნა ბატონო აიკუთმა, კორეული წარმოება არის და ძალიან მაღალ დონეზე აქვს ეს ნანოტექნოლოგიური ტექნოლოგია, ესე რომ ვთქვათ. ესე იგი, უმცირეს ნაწილაკებად არის დაშლილი ინგრედიენტი, ამიტომ შეღწევადობა არის მყისიერი და მიმართულებას, როგორც მოგახსენეთ, საძილე არტერიაზე და ვენებზე, იმიტომ ვიკრავთ, რომ სწრაფად შეიძლება ეხლა მე ვიფსები B12 ვიტამინებით კი. ხვალინდელი დილა იქნება თქვენთვის ძალიან აურა გალავაზებული. კი ბატონო. და მიემართება სისხლით, ანუ მყისიერი შეწოვა და მიზანმიმართულად გადაცემა ხდება იმ ორგანოებში, სადაც არის მისი საჭიროება. და მოგვიგوارებს პრობლემას. ეხლა მოდი ბატონო აიკუთს ვკითხოთ, თუ აი როგორც მე გავიგე, ეს კომპანია მარტო პროდუქციას კი არ აწარმოებს, არამედ ბიზნეს შესაძლებლობებს უხსნის თავის მომხმარებელს და აი ცოტა ეს ბიზნეს მოდული რო აგვიხსნას, აი რა არის. Normal ticaretlerde
X-Aura Global მუშაობს ქსელური მარკეტინგის მოდელით. ადამიანს შეუძლია იყოს მხოლოდ მომხმარებელი, მიიღოს დამატებითი შემოსავალი პროდუქციის რეკომენდაციით ან შექმნას საკუთარი ბიზნეს ქსელი და განავითაროს დამოუკიდებელი საქმიანობა. ძალიან კარგი. ეხლა მინდა ბატონ ჰამდის ვკითხო, რატომ გადაწყვიტეს საქართველოში პოზიციონირება და რას ელოდებიან ამისგან? საქართველო ჩვენთვის საინტერესო და პერსპექტიული ბაზარია. ხედავთ, რომ მომხმარებლები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ინოვაციური თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქტებით. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში არსებობს როგორც მომხმარებლის, ასევე ბიზნეს პარტნიორების დიდი პოტენციალი. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი პროდუქცია და შესაძლებლობები ქართულ ხალხისთვისაც გაგვეცნო. მსგავსი ტიპის ტრანსდერმული პლასტირების ასეთი ფართო არჩევანი საქართველოში პრაქტიკულად პირველად ხდება ხელმისაწვდომი. და ეხლა ბოლო შემაჯამებელი კითხვა რო დავსვათ, ეხლა მე მაგალითად პირველად ნახე ეს ყველაფერი და რა ვიცი, აი გაოცებული და გაოგნებული ვარ და აი ჩვენი სტუმრები რას ეტყვიან X-Aura Global-ის მომხმარებლებს, აი შემაჯამებლად რო დავსვათ ეს კითხვა. ეხლა ვიწყებთ აი ამ ქსელური მარკეტინგის მოწყობას, ესე რომ ვთქვათ. ჯერ PR-ი არ გაგვიკეთებია. ანუ პირველი ჩვენ ვართ, სადაც დაანოს და ეს რა კარგია. ბატონო, ზე გვაქვს პრეზენტაცია. ჩამოგძანდენ ბატონები, რომ ეს პრეზენტაცია თვითონ წარადგინონ. ბატონო. და შემდეგ უკვე დაანონსებთ, რა თქმა უნდა, სად შეიძლება რომ ეს საოცარი პროდუქცია შევიძინოთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმრები. დღეისათვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე.